აქციის მონაწილე მოქალაქეების და სამოქალაქო აქტივისტების გარდა უპრეცედენტო დევნა და ძალადობა მიმდინარეობს ჟურნალისტების წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში რეპრესიული რეჟიმის განსაკუთრებულ სამიზნად იქცნენ ჟურნალისტები. ბათუმში დაკავებულ ჟურნალისტებს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელ ზია ამაღლობელს კოლეგების სოლიდარობას უცხადებს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ოლიგარქის რეჟიმისთვის თავისუფალი მედია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას რუსული რეჟიმი რუსული მეთოდებით ებრძვის და მასზე სამაგალითოდ ძალადობს. ნინუცა კეკელია ჩაგორთება პირდაპირ ეთერში ამ თემით გისმენინუცა. ზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული და მას სისხლის სამართლის იმ მუხლს ედავებიან, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზია ამაღლობელი საპროტესტო აქციაზე დააკავეს ბათუმში იმის მიუხედავად, რომ ის თავად არის დაზარალებული, რადგანაც მის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან. მას ედავებიან პოლიციელზე ძალადობას და დაუმორჩილებლობას. წინასწარი დაკავების იზოლატორშია, როგორც გითხარით, მოთავსებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ასევე ჟურნალისტი ნიკა კაცია იმყოფება ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დაკავებულია ისიც სისხლის სამართლის წესით და ზოგადად ამ ხნის მანძილზე ჩვენ ვნახეთ არაერთი ძალადობის ფაქტი დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მუშაობდნენ საპროტესტო აქციებზე, მათ სასტიკად უსწორდებოდნენ რეჟიმის პოლიციელები, აკავებდნენ და ბევრი მათგანი კლინიკაშიც მძიმე დაზიანებებით იყო გადაყვანილი. ასევე ვნახეთ თავდასხმა რეჟიმთან დაახლოებული პირების, ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მხრიდან, ასევე დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მიმართ, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ეს რეპრესიები გაგრძელდება, რადგანაც ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია არის ერთადერთი წარმომადგენელი საზოგადოების, რომელიც უწყვეტა და ამხელს ქართული ოცნების რეჟიმის ძალადობასა და დანაშაულებს. ადამიანი, რომელიც აპირებდა სახლში წასვლას, მივარდნენ მოაყოლეს ჭყლეტაში, ისეთ გარემოში შეიყვანეს პოლიციის შენობაში, რომ ფეხზე წაძვრა და ფეხსაცმლის შეტანის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ. თვითონ ირაკლი დგებუაძე პოლიციის შენობაში მოიქცა არასათანადოდ, ძალიან მსუბუქი ტერმინით ვიტყვი, შევაფასებ მის ქცევას. მასთან არ შეუშვეს ადვოკატები 3 საათის განმავლობაში. ეს იყო აბსოლუტურად კანონის სრული იგნორირება. წინა წელს საკმაოდ ჟურნალისტების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი და ეს რეპრესიული სისტემა ისევ გრძელდება. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ნებისმიერი აქტორი, რომელიც ამ რეჟიმს უქმნის საფრთხეს, მათი განეიტრალება არის მათი ამოცანა. ამიტომ ეს რეპრესიული სისტემასაც ამ მიზნით იყენებენ, როგორც თქვი, იყო პაუზა, ეხლა ისევ ჩართავენ ამ აქტიურად ამ მექანიზმებს, იმიტომ რომ მათ უბრალოდ სხვა გამოსავალი ხო არა აქვს. ერთადერთი რაზეც ეს რეჟიმი დგას, ეს არის რეპრესიული სისტემა. სხვანაირად ფაქტობრივად უჭერთ ამის დაჭერა. ხშირად ამბობენ ხოლმე ჟურნალისტები, რომ ომშიც კი მედიის წარმომადგენლები არიან ხელშეუხებლები, თუმცა ქართული ოცნების რეჟიმის მაღალჩინოსნებმა ჩვენ არაერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის ჟურნალისტები არიან სამიზნე. რაც შეეხება ზია ამაღლობელს, მისი სასამართლო პროცესი დღეს, ან უკიდურეს შემთხვევაში ხვალ უნდა გაიმართოს, მას თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ემუქრება.